სალამი. მართლა წვეულობაზე მიძახი. ფოტოაპარატი წავიღო. რატომ? მე უნდა წვეულებაზე წავედე და ვიმუშაო იქ. იმიტომ რომ კარგი ფოტოები გამომდის. სიმართლე რო გითხრა, არ ვაპირებდი მუშაობას თუ წვეულებაზე მიძახი. კი, ფოტოგრაფი ვარ, მაგრამ მე ხომ სამსახურში არ მივდივარ და უბრალოდ მეგონა რომ დამეძახე როგორც მეგობარი, არა და როგორც ფოტოგრაფი და თუ როგორც ფოტოგრაფი, მაშინ უნდა გადამიხადო. იმიტომ რომ მე უფასოდ არ მუშაობ. თუნდაც მეგობრებისათვისაც უფასოდ არ მუშაობ. მოიცადე აკადემიური ესე უნდა დაგიწეროთ ყველასთვის. რატომ? იმიტომ რომ მეგობრობთ. ანუ ჩვენ მეგობრობთ, ამის გამო რომ მე დაგიწერო ესე. არა, ბოდიში მეც მუშაობ და ვსწავლობ და არ მაქვს დრო შენი ნაწილი რომ გავაკეთო, მაგიტომ გავაკეთეთ ჩემი ნაწილი და ეს ნაწილი ჩავაბარებ ჯობია. იმიტომ რომ არ მაქვს დრო, ყველასთვის დაგიწეროთ ესე, მეც ჩემი საქმეები მაქვს. არა. ხო, იმიტომ რომ მეგობრობა არ ნიშნავს, რომ შენი გაკეთების ნაწილი ჩემზე უნდა გადაიტანო. მეგობრობა პირიქით ნიშნავს, რომ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ესე ვფიქრობ. შეგიძლია წაისვა ახლა? კი, ძალიან ლამაზად გამოიყურება. გადხოვო ფოტოსესიაზე. ბოდიში, მაგრამ არა, იმიტომ რომ წავედი ბლესკივი კიდე გერმანიაში, რომ ეკონომიურად დავხარჯო ჩემთვის, არა სხვისთვის. ესეთი სახლი ვიქირავე. მოგწონს? ძალიან მომწონს. მე ძალიან მომწონს და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ. ამ სახლში გინდა გააკეთო პარტი. რატომ? იმიტომ რომ მეგობრები ვართ. ჯერ ერთი მე ძალიან არ მიყვარს ესეთი პარტები და მეორე ჩემი სახლი, ჩემი კომფორტის ზონა და არ მინდა აქ რო შევიკრიბოთ. ჯობია შევიკრიბოთ სხვა ადგილას და იქით გნახავთ. რანაირი გავხდი? არა, თუ იდეა არ მომწონს, ეს არ ნიშნავს რომ ცუდი მეგობარი გავხდი ან თქვენი ნახვა არ მინდა. უბრალოდ ჩემი საზღვრები დავაწესე და ბოდიში, მაგრამ არა.